ტრამპის ადმინისტრაცია მზადა უკრაინას ნატოს მეხუთე მუხლის საფუძველზე გარანტია მისცეს ინფორმაციას აქსიოსი თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა ტერიტორიული დათმობები კიევის მხრიდან კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება. ტრამპის წარმომადგენლები სავარაუდოდ ორშაბათს ბერლინში ზელენსკისთან გამართავენ მოლაპარაკებებს. გამოცემა ტელეგრაფი კი წერს, რომ პენტაგონის ხელმძღვანელმა ამერიკის არმიის მინისტრი უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ჩამოაშორა, რადგან ჰექსეთს დრისკოლის პოლიტიკური გავლენის ზრდის ეშინია. ოკუპანტების თავდასხმის მთავარი სამიზნე უკრაინაში გასულ ღამეს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. ყველაზე მეტად ოდესის რეგიონი დაზარალდა. როგორც სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ერიში ომის დაწყების შემდეგ. დაშავებულია 2 ადამიანი. სულ ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას 450-მდე დრონითა და 30 რაკეტით შეუტია. უკრაინამ რუსეთში სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა, რასაც ხანძარი მოჰყვა. თავდასხმა სავარაუდოდ დრონებით განხორციელდა. სარატოვის ქარხანა აქამდეც არაერთხელ გამხდარა უკრაინის სამიზნე, რის გამოც ობიექტს მუშაობა შეჩერებულიც ჰქონდა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი. გენერალურმა ინსპექციამ 30 წლის კაცი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვის ფაქტზე დააკავა. დაკავებულს პირადი ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ალფა-პვპ აღმოაჩნდა.